ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იაკობ გოგებაშვილი, შთამომავალი ქალბატონი მანანა ჯაოშვილი გვეწვია სტუდიაში. მოგესალმებით ქალბატონი. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი სიამოვნებით მივიღეთ თქვენი მოწვევა, იმიტომ რომ ეს არის ალბათ ყველა ქართველისთვის სათაყვანო ადამიანი და ბუნებრივია რომ მისი შთამომავლებიც ამით ძალიან ძალიან გაგიმართოთ. ჩვენ მადლობა რომ დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფებით. ქალბატონო მანანა, ჩვენ ამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მოგვიწევს დღეს საუბარი, ვფიქრობ მაყურებელს ძალიან დააინტერესებს თითოეული თემა, მაგრამ მინდა საუბარი დავიწყოთ გენეალოგიაზე, რომელიც თქვენ შეადგინეთ და რომელიც არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა მე როგორც იცი. რა მოგვიყვეთ? დიახ, რამდენიმე წლის წინ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა მომმართა თხოვნით შემექმნა გენეალოგია ამ დიდებული ადამიანის ოჯახის შესახებ. მოგეხსენებათ, თვითონ იაკობს შვილები არ დარჩენია, მას არ ყავდა მეუღლე, თავისი ავადმყოფობის გამო თავი შეიკავა დაოჯახებისგან და ამიტომ ბუნებრივია ის მუდამ დიდად ზრუნავდა თავის უახლოეს ნათესავებს, ესენი იყვნენ მისი ძმისშვილები და დისშვილები. საერთოდ ამგვარის გენეალოგია იწყება ჯერ კიდევ ძალიან შორეული წარსულიდან. ალბათ ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არსებობს, რომ მე-17 საუკუნეში ჯავახეთიდან, მაშინ როცა ბევრი დიდგვაროვანი გადმოსახლდა შიდა ქართლში, მათ შორის იყვნენ გოგებაშვილები და იაკობის წინაპრებიც, როგორც ჩანს, იმ დროს გადმოსულან შიდა ქართლში. კერძოდ ისინი დასახლდნენ ჯერ ახალდაბაში, ეს არის ვარიანის ახლოს მდებარე სოფელი და შემდეგ უკვე იაკობის პაპა იოანე გადასულა ვარიანში. ნუ შემდეგ მას ყავდა შვილი სიმონი, ეს გახდათ მღვდელი, სხვათა შორის მისი საქმიანობა შემდეგ გააგრძელა მისმა ვაჟმა ზაქარიამ, ეს ჩემი უშუალო წინაპარი გახდათ. და სიმონს ყავდა 8 შვილი, 2 ქალი და 6 ვაჟი. და უცნაური რამ მოხდა, იცით, მიუხედავად ასეთი მრავალშვილიანობისა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ყავდათ ძალიან ბევრი შვილი, დღეს გოგებაშვილის გვარს არავინ არ ატარებს, არც ერთი იაკობის შთამომავლებს შორის არც ერთი გოგებაშვილი სამწუხაროდ აღარ არის. თუ მოხდა ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის 10 ძმისშვილი და დისშვილი ყავდა, აქედან იყო მხოლოდ 2 ვაჟი, ერთი ალექსანდრეს ვაჟი არჩილი ომში დაიღუპა, ხოლო მეორე შალვა ეს იყო, იცით, იაკობის ალბათ სუსტი ადგილი, ძალიან უყვარდა, გამორჩეულად უყვარდა, აი მე სწორედ მისი სურათი მაქვს აქ მოდანილი. დიახ, აი ეს გახლავთ შალვა გოგებაშვილი, თავისი სტუდენტობის კიევში გადაღებული. მოკლედ მოგითხრობთ მის ამბავს, ის თავიდან სასწავლებლად იაკობმა გააგზავნა ვარშავაში, მაგრამ რატომღაც შემდეგ შეიცვალა იმას სასწავლებელი და გადავიდა კიევში. სადაც შემდეგ დაოჯახდა კიდევაც და უკვე 10-იანი წლების შუა პერიოდში დაბრუნდა საქართველოში. სხვათა შორის შალვასაც ყავდა ვაჟი გიორგი, მაგრამ სამწუხაროდ ის სულ ჩვილი გარდაიცვალა და ასე რომ ამ ხრივ მემკვიდრეობა აღარ დაჩენილა, ყავდა ერთადერთი ქალიშვილი თამარი, რომელიც ბუნებრივია გვარს ვერ გააგრძელებდა და ასე გაგრძელდა ამ გვარის ისტორია. ნუ აი აქ მე მაქვს ეს გენეალოგია მოტანილი და ეს თუმცა ეს მუდმივად განახლებადი პროცესია და იმედია ხშირად მოუწევს ამ გენეალოგიას შეცვლა. დიდი სიამოვნებით მივიღებ ყოველგვარ შეთავაზებას, თუ კი ვინმე მომაწვდის ამ ინფორმაციას, აი ეს გახლავთ ის საკმაოდ დიდი გენეალოგია. ნუ შალვას გარდა დანარჩენები, როგორც გახსენეთ, ქალიშვილები, მაგრამ იაკობი მათზე განსაკუთრებით ზრუნავდა ყოველთვის. აი მე მოვიტანე კიდევ ბებიაჩემის სურათი, ბებია გათხოვილი იყო ჯავახიშვილზე, გიორგი ჯავახიშვილზე. ეს 1916 წელს გადაღებული სურათია და
აქ ჩანს დედაჩემი სულ პატარა და ბიძაჩემი რომან ჯავახიშვილი, ბებია ოლხა გოგებაშვილი და მისი მეუღლე პაპა მაშინ გასამხედროებული იყო პირველი მსოფლიო ომის პერიოდი ეს მოგეხსენებათ და ანუ იაკობ გოგებაშვილის როგორი რა გამოდის? ძმისშვილი თავისი ოჯახი. თავისი მოშვილი. დიახ. ნუ რადგან ოჯახზე და შთამომავლობაზე ვლაპარაკობ, ალბათ უპრიანი იქნება თუ თვითონ ეს იაკობის სურათიც გახლავთ, რომელსაც სხვათა შორის თავისი ოჯახის წევრებს, თავის ძმისშვილებს ყველას ეთყობა ურიგებდა და ყველა ოჯახში ინახება თითო სურათი მაინც თუ მეტი არა. მე ესმერგა. დიახ, და ესე რომ მოგეხსენებათ იაკობის საქმიანობა ცოტა წინ გაუსწრებს საუბარს და გადავალ ანდერძზე. რადგან ეს მაინც შთამომავლობასთან არის უფრო დაკავშირებული და ალბათ ჯობია რომ ეს დაუკავშირო ერთმანეთს. ამ რამდენიმე წლის წინ გახსოვთ ალბათ ეს დიდი ქართველების არჩევანი როცა იყო ტელევიზიით, მაშინ გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ, რომ იაკობის ოჯახის წევრები და ნათესაობაც გულდაწყვეტილი დარჩა იმის გამო, რომ მათ არაფერი არ ერგოთ. ეს ნამდვილად არ იყო ასე. იაკობის ნათესაობას ჯერ ერთი მატერიალურადაც ბევრი რამ ერგო. გარდა ამისა, ერგო ძალიან დიდი სულიერი საჩუქარი. კერძოდ ეს გახლავთ ის უფლება, რომელიც იაკობის მეშვეობით, იაკობის თხოვნით უნდა გაეწიათ ყველაზე განათლების სფეროში ძმისშვილებისა და დისშვილების შთამომავლებისთვის. კერძოდ, მოგეხსენებათ, იაკობი აქტიური მონაწილე იყო ჯერ დაფუძნების, შემდეგ მისი საქმიანობის, ეს გახლავთ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ამ საზოგადოებას ყველაზე მეტი ერგო იაკობის მემკვიდრეობიდან და ბუნებრივია რომ იაკობის მოგზალებული თხოვნა იმის შესახებ რომ შთამომავლებს შემდეგ უფასო განათლება მიეღოთ ალბათ არ იყო ეს ზედმეტად გადაჭარბებული თხოვნა და მართლაც ეს უფლება ყველას ჰქონდა მაგრამ ნუ მოგახსენებათ მე შეიცვალა საერთოდ სახელმწიფო წყობა ყველაფერი ისე რომ ეს უფლება აღარავის გამოუყენებია მაგრამ აქვე მინდა დავძინო კიდე ერთი რამ. როდესაც იაკობის ანდერძზე ცნობი და ეს ანდერძის საკმაოდ მოცულობითია, სხვათა შორის მისი ასლი კი მაქვს წამოხებული, მაგრამ ალბათ წარსადგენად ცოტა ძნელია. ასე აფასებენ რომ ეს ეკონომისტის შეფასება უფროა ვიდრე რომელიმე მწერლის ან ესეთი ჰუმანიტარული დარგის მოღვაწისა და რატომ აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრა მან რა თანხა რა შესაძლებლობა ექნებოდა მის თუნდაც სააქციო ბილეთებს მის ნაკვეთს რომელიც ქონა ვერაზე შეძენილი და როდის უნდა გაეყიდათ ის და როგორ უნდა მოხმარებოდა ის საზოგადოებრივ ცხოვრებას და წარმოიდგინეთ რომ იაკობის აი ეს მცდელობა მართლაც ძალიან გამოადგა იმ დროინდელ საზოგადოებას. გარდა ამისა, ანდერძში მან საოცარი ჰუმანურობა გამოიჩინა და არ დაივიწყა არავინ. არც ერთი მუშა, რომელიც ასოთამწყობი, ვინც მის წიგნებზე ზრუნავდა, არ დაივიწყა არც ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და სულ ყველას რაღაცა გარკვეული თანხა უსახსოვრა. მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთი მომენტი. ნუ საზოგადოებისთვის ცნობილია და ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი რომ აკაკი წერეთელს ყოველთვის უჭირდა საკმაოდ ესეთ ხელმომჭირდა ცხოვრობდა და იაკობი ხშირად უმართავდა ხელს და წარმოიდგინეთ ანდერძში წერია ასეთი რამ რომ იაკობმა აკაკის დაუნიშნა წელიწადში 100 მანეთი ხელფასი და იმისათვის რომ ეს არ ყოფილიყო რაღაცა უხერხული არ ყოფილიყო თვალში საცემი მიუთით ასეთი რა
რომ ეს იყო ჰონორარი იმ წიგნებისათვის, იმ ლექსებისათვის, რომელსაც აკაკი სპეციალურად მისი წიგნებისათვის წერდა. ანუ ხელფასის სახით. ხელფასის სახით, ანუ შეურაცხყოფა არ მიაყენა და ესეთი საოცარი ჰუმანურობა გამოიჩინა. Ну, ბუნებრივია საერთოდ ყველას, ვისაც კი რაიმე ერგო და ბევრს ერგო, ეს ყველაფერი შემდეგ იქნა განაწილებული. და მინდა ალბათ საინტერესო იქნება თქვენთვის, რატომ აქვს ეს ჭიქა თან მოყოლებული. ეს გახლავთ ვერცხლის პატარა ჭიქა, რომელსაც ჩვენს ოჯახში და იაკობის საომავლებს შორის ეძახიან სიძის ჭიქას. ანუ არსებული ტრადიციის მიხედვით ოჯახში პირველად მოსულ სასიძოს ამ ჭიქით უმასპინძლდებოდნენ და ამით მიართმევდნენ სასმის. გრძელდება ნეტა ტრადიცია. გრძელდება, მე გავაკეთე. მაგრამ ძალიან მინდობთ სიძებს, მინდა გითხრათ ზომის ზომასთან გავიტანოთ. რამდენ სიძეს აქვს ეს დალეო? ჩვენ ოჯახში ჩემმა სიძემ, მე მგონი მე-4 თუ მე-5 მიირთო ამ წარწერებიც აქვს, აი რა. დიახ, olga გოგებაშვილი ამოკაწრულია, შეიძლება თვითონ იაკობის ხელითაც კი არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჭიქა წარმოადგენს ესეთ რელიკვიას და რა თქმა უნდა ყველა სიძეს პირველ რიგში ამით მიერთმევა სასმელი. დაუბრუნდები შალვა გოგებაშვილის ფენომენს, იმიტომ რომ ეს იყო მართლა უნიკალური ადამიანი და იაკობ მეტყობა ძალიან სწორად გათვალა ვიზე უნდა გადაეტანა თავისი ყველაზე დიდი ზრუნვა და ამაგი. ну მართლაც შალვა გოგებაშვილმა ეს დააფასა და მან მიიღო წინვალე განათლება, გახდათ ეკონომისტი და ჯერ ერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე მან რამდენიმე კათედრას ჩაუყარა საფუძველი და თვითონაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ კათედრას. გარდა ამისა, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ცეკავშირის დაფუძნებაში. მოგეხსენებათ, ცეკავშირი დაფუძნდა 1919 წელს და ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა იმ დროინდელი ეკონომიკური მდგომარეობისთვის. ეს საქართველოს თავისუფლების წლებია და ბუნებრივია ეს რაღაც ახალი ნაბიჯი იყო. და სხვათა შორის საკმაოდ დიდ მონაწილეობას ღებულობდა გარდაცვალებამდე და კიდევ ერთ ფაქტს ავაღნიშნავ 50-იანი წლების დასაწყისში მანამდე ჩამორთმეული სახლი ვარიანში დაუბრუნეს შალვა გოგებაშვილს, ანუ ეს ის სახლი იყო, სადაც თვითონ იაკობი დაიბადა, გაიზარდა და შემდეგ უკვე მისი ძმისშვილები ცხოვრობდნენ, კერძოდ ჩემი უშუალო წინაპრები, ზაქარიას შვილები. ზაქარიაც მღვდელი იყო სხვათა შორის, ანუ მამის გზა, სვიმონის გზა გააგრძელა მან და მაგრამ ძალიან ადრე გარდაიცვალა და სულ პატარები დარჩნენ და განსაკუთრებით ზრუნავდა, ამიტომ იაკობი მის შვილებზე და აი ამ შემთხვევაში ბოლოს და ბოლოს ეს სახლი დაუბრუნეს მას და ძალიან სიმბოლურია, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, მე მახსოვს თვითონ ეს მისი აღტაცება და სიხარული, ჯერ მუზეუმი მაშინ არ იყო ვარიანში გახსნელი, ის 50-იანი წლების ბოლოს გაიხსნა თუ არ ვცდები და იქ გარდაიცვალა, იმიტომ რომ იქ ატარებდა თავის დასვენების დღეებს და სწორედ ვარიანში გარდაიცვალა კიდევაც მოულოდნელად. ქალბატონ მანანა, მე მინდა ის დრო გამოვიყენოს მაქსიმალურად და არ მინდა დაგვრჩას ყურადღების მიღება მუზეუმის თემა, რომელიც საკმაოდ აქტუალურია, ვფიქრობ და მნიშვნელოვანი. ჩემთვის განსაკუთრებით. თქვენთვის და მე მგონი არა მარტო თქვენთვის, ეს ზოგადად საზოგადოების ინტერესის სფეროც ალბათ არის. ქალბატონ მანანა, ეს მუზეუმი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის მუზეუმი, თუ არ ვცდები, მე 2010 წელი იყო რომ დაიხურა, ხო? აი რა მდგომარეობა ეხლა და რა მიზეზით დაიხურა, ესეც რომ გითხრათ. და ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ეს მუზეუმი, რომელიც ეკუთვნოდა გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირს, მდებარეობდა განათლების სამინისტროს მეორე კორპუსში. ეს კორპუსი გაიყიდა.
გაიყიდა იმდენად რომ მე ეს ქალბატონები ვინც ამის მესვეურები ლამის ქუჩაში გამოყარეს და ეს მათი შეგროვებული ნივთები სულ ყველაფერი აღმოჩნდა ესე დაუცველი მემორიალურ ნივთებს გულისხმობთ რაც მუზეუმში ინახებოდა უამრავი მემორიალური ნივთი მათ შესახებაც მოგახსენებთ რამდენიმე სიტყვას და მაშინ გადავწყვიტეთ მეც მონაწილეობდი ამ გადაწყვეტილების მიღებაში მემორიალური ნივთები მაინც გაგველაგებია თეატრის მუსიკისა და კინოს მუზეუმში საბედნიეროდ ეს მოხერხდა კიდევაც და დღეს ეს ნივთები იქ ინახება და სხვა შორის ექსპოზიციასაც წარმოადგენს გარკვეულწილად ეს გახლავთ სწორედ შალვა გოგებაშვილის სახლში შემონახული ავეჯი სავარძლები სხვადასხვა შემოწირულობები ნათესავებისგან ან ნაცნობებისგან და იქ დღემდე ეს გამოფენილიც გახლავთ მაგრამ ძალიან ცუდი ბედი ეწია დოკუმენტურ მასალას და აგრეთვე ფოტო მასალას ამ მუზეუმს იცით შეგროვებული ქონდა უამრავი რამ ეს იყო ჯერ ეს ერთი დოკუმენტური მასალა თვით იაკობის შესახებ შემდეგ ეს იყო სხვადასხვა სახელმწიფო თუნდაც იაკობის დროს გამოცემული თუნდაც შემდეგ ძალიან ბევრ შემთხვევაში თავმოყრილი სხვადასხვა გარემოებაში სამეცნიერო ნაშრომები იაკობისადმი მიძღვნილი ან პედაგოგიკის დარგში არსებული მასალა და უამრავი ფოტო ნიმუშები, მათ შორის სხვა შორის ეს ფოტოებიც იქ მიტანილი მქონდა, ასლები რა თქმა უნდა, კიდე კარგი ასლები, იმიტომ რომ შემდეგ უნიკალური ფოტოებია, მართლა ორ სიტყვას ვიტყვი, არსებობს ესეთი ჩვენ ამ სტუდიაშიც გვისაუბრე ივერიელი ელექტრონული ერთგვარი, საიტია, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის, რომელიც სანთლით ეძებს ასეთ საგანძურს და ფოტომასალას. ვიცი ამის შესახებ მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ დავკავშირები ვარ მათ აუცილებლად დავუკავშირდები და მთელი ეს დოკუმენტური და ფოტო მასალა აღმოჩნდა სადღაც საწყობში მგონი თბილისშიც კი არა ან რუსთავში ან სადღაც მის მიდამოებში ისე რომ რა ბედი ეწია რა დღემდგომარეობაშია წარმოიდგინეთ სრულიად დაუცველია ყველაფერი ეს იმიტომ რომ რა პირობებშია შენახული არავინ არ იცის ანუ რატო და როგორ აღმოჩნდა ეს სატელევიზიო საუბრის თემა ცოტა უხერხული იქნება ამაზე და ამაზე თავ შევიკავებ. ნუ რამდენიმე სიტყვით მინდა კიდევ მოგახსენოთ დედაენის ჩემეური ხედვა ძალიან მნიშვნელოვანი ის თემა დაგვრჩათ თუმცა მხოლოდ ერთი წუთი რჩება და იქ მოკლედ მოგახსენებთ ჩემი თვალთა ხედვით ძალიან ცუდს ვაკეთებთ როცა ქართულ ბავშვებს ვაკლებთ დედაენის ხიბლს და მის სიღრმისეულ მონაცემებს შეიძლება ითქვას რომ ნუ რა თქმა უნდა საჭიროა მისი ერთგვარი სტილისტური შესწორება ეს აუცილებელია იმიტომ რომ ბევრი რამ მეტყველებაში შეიცვალა უნდა გათანამედროდეს მაგრამ სრულიად დაუშვებელია ამოვიღოთ აი ესეთი სიტყვები და ისეთი ცნებები რაც მოცემულია დედაენაში და შემდეგ ბუნების კარშიც. ხო წარმოიდგინეთ დღევანდელმა ბავშვმა ალბათ ქალაქში კი არა სოფელშიც აღარ იცის რას ნიშნავს კევრი, რა არის კალო და ეს ხომ ჩვენი ცხოვრების და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია ჯერ ეს ერთი და გარდა ამისა, როცა ბავშვი წაიკითხავს იგივე თუნდაც ილია ჭავჭავაძის, თუნდაც იაკობ გოგებაშვილის ან სხვათან დიდი ქართველი მწერლების წარსულის მწერლების ნაწარმოებებს ლექსებში ხომ არ უნდა ნახონ ეს სიტყვა და იცოდნენ რას ნიშნავს იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული ტერმინოლოგია გარდა ამისა, იცით თვითონ ის წყობა, რაც იაკობმა შემოგთავაზა, ეს მართლაც განუმეორებელია და წარმოუდგენელია აი ამ წყობის დარღვევა. იმდენად ლოგიკურად, იმდენად საინტერესოდ იშლება ბავშვის წინ თვითონ ამბანის წყობა, თვითონ ლოგიკური აზროვნება, თანმიმდევრობა,
რომ შეუძლებელია ბავშვებმა ეს არ იცოდნენ და ამის შესახებ საოცარი მეთოდოლოგია ნამდვილად და წიგნი რომელსაც თბილისში უდგას ძეგლი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ ჩვენ იაკობის ძეგლი არა გვაქვს სამაგიეროდ. ეს ძეგლი აღარ ვსწავლობ შემქმნელის ძეგლი არ გვიდგას. სხვათა შორის საინტერესო რამ არის მუზეუმში რომელიც არსებობდა განათლების სამინისტროსთან ყოველწლიურად პირველ კლასელები მიყავდათ აი ამ სანახაობისთვის ანუ მუზეუმს ათვალიერებდნენ და უყვებოდნენ იაკობზე, უყვებოდნენ მის ბავშვობაზე, მის ყრმობაზე, მის ცხოვრებაზე საერთოდ და ესე ძალიან დიდი ჩემის აზრით ძალიან დიდი შემეცნებითი გაკვეთილი იყო ამ ბავშვებისათვის. სამწუხაროდ ეს ყველაფერი დაიკარგა და დღეს ამას უკვე აღარ აქვს. სამწუხაროა იმედია დღეს ჩვენ გვისმენდა ისეთი ტელემაყურებელი რომელსაც ამ პრობლემის მოგვარება და შეცვლა შეუძლია და ვიმედოვნოთ რომ გამოსწორდება და სიტუაცია და მალე გვექნება იაკობ გოგებაშვილის მუზეუმი რომელსაც ნამდვილად იმსახურებს და ნამდვილად დანაშაულია ჩვენი მხრიდან ალბათ ის რომ დღეს არ გვაქვს კიდე პატარა ძალიან ცოტა მინდა მოგახსენოთ რომ იაკობი არ იყო შეზღუდული მხოლოდ აი ამ პრობლემატიკით რასაც საერთოდ ჩვენთვის ცნობილია ის ეხმაურებოდა მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენას და მათ შორის აქვს ძალიან საინტერესო ნაშრომი გამოქვეყნებული ამერიკის სამოქალაქო ომის შესახებ და იქ მიმდინარე პროცესებზე როგორ მიიღეს თავისუფლება მონებმა და რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აი ამ სოციალურ ყოფას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. უგრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ისეთი საინტერესო მოგახსენებთ მოწვევისთვის. საინტერესო მასალისთვის ასე. ნამდვილად. დიდი მადლობა ქალბატონ მანანა. მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იაკობ გოგებაშვილის შთამომავალი ქალბატონი მანანა ჯავაშვილი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში.